პარიზულმა კლუბმა მკაცრი უარი განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებაზე და ინგლისური გრანდები უარით გაისტუმრა. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და რა იმალება ამის უკან? გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. მატჩის შემდეგ კი საკუთარ თავზე და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. ეს და სხვა სიახლეები გელოდებათ დღევანდელ ვიდეოში, ხოლო დაწყებამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწარე არხი. რეალურად ეს ორი უმარტივესი მოქმედება ძალიან ზრდის არხს და ჩვენს მოტივაციას გვაძლევს. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ლიონელ მესის ინტერ მაიამი ახალ სტადიონზე გადადის. 5 აპრილს ფლორიდელები ოსტინს დაუპირისპირდებიან და ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი NU სტადიუმზე გამართავს. ინტერ მაიამიმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გადაწყვიტა ლაპულგა კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს. ფლორიდელებმა გვაუწყეს, რომ მათი ახალი სტადიონის აღმოსავლეთი ტრიბუნა მესის სახელობის იქნება. ლიონელ მესი გლობალურ სპორტში იშვიათი და უნიკალური შემთხვევის ნაწილი გახდება. ეს იქნება სპორტსმენი, რომელიც საშინაო სტადიონზე თავისი სახელობის ტრიბუნის წინ ითამაშებს. ნათქვამია ინტერ მაიამის განცხადებაში. ცნობისთვის 5 ტურის შემდეგ ფლორიდელებს 10 ქულა აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებენ. ჩელსისა და არსენალის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხზე პარი სენ-ჟერმენს ლივერპულმაც მიმართა. გუნდმა, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, თუმცა ფრანგებმა სამივე კლუბი უარით გაისტუმრეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Team Talk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მერსესაიდული კლუბი კვარაცხელიას წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა ფეხბურთელთან დაკავშირებული სიტუაცია გაეგო. პასუხი კი, როგორც Team Talk-ის წყაროები ამბობენ, ასეთი იყო. ხვიჩა ზაფხულში PSG-ს დატოვებას არ გეგმავს და ის საფრანგეთის დედაქალაქში თავს ძალიან კარგად გრძნობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კვარაცხელიასთვის პირველი სრულფასოვანი სეზონია PSG-ში, მას შემდეგ რაც ის ლუის ენრიკეს გუნდს გასული წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მას უკვე 11 გოლი და 7 ასისტი დაუგროვდა, თუმცა ინგლისური კლუბების ინტერესის მიუხედავად პარიზელები კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებენ. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს. მისი პოტენციური ტრანსფერი პრემიერ ლიგისთვის რეკორდული გახდება. ვინაიდან PSG კვარას 160 მილიონ გირვანქაზე დაბალ ფასში არ გაყიდის. წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას PSG-მ ჩელსი დაამარცხა, მეოთხედ ფინალში კი ლივერპულს დაუპირისპირდება. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში. უნდა გადავიდეს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია რომელიმე სხვა კლუბში. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა მისი და მამარდას ერთ კლუბში ნახვა, თუმცა ვფიქრობ, რომ პარიზულ გრანდში ხვიჩა ძალიან კარგად გამოიყურება და ყველაფერი კარგად მისდის. მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ლიეტუას ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა. ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შეიტანა, თუმცა ძირითადი ბირთვი უცვლელი დატოვა. ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილის მაგივრად ირაკლი აზაროვი მოგვევლინა, ლუკა ლოჩოშვილი ლაშადვალმა შეცვალა, ნიკა გაგნიძე კი ზურიკო დავითაშვილმა. დღევანდელ შეხვედრაში ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა და ორივე გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. 70-ე წუთზე ვილიარეალის ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. 84 წუთზე კი კონტრშეტევაზე ნიკა გაგნიძის საგოლე გადაცემის შემდეგ საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა დავაში კვლავ გადაასწრო ხვიჩას და ახლა 23 გოლით კვლავ მეორე პოზიციაზეა და საუკეთესო გოლეადორ შოთა არველაძე 3 გოლით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 22 გოლია. საქართველოსა და ლიეტუას ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა დღეს მეხუთე მატჩი მოიგო. 3 შეხვედრა ლიეტუელთა გამარჯვებით დასრულდა, 1-იც კი ფრედ. მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა და პრესასთან ისაუბრა. კარგი მოგება გოლები, გვინდოდა ეს მოგება, იმიტომ რომ აიხანია რომ არ მქონდა მოგება. აი არის ივნისის თამაშებიც მოდის მალე და უნდა მოვიმზადოთ სექტემბერისთვის. არა, პენარი რომ ინიშნება, ლაპარაკობდა ან კვარა ან მე ვარ ყავს. დღეს მე წამაქციეს და
მე დავარტყი და ეგრე არის ხანდახან მე, ხანდახან კვარან, ხანდახან შეიძლება სხვამაც დაარტყას. კი, აუცილებელია, მაგრამ ჯერ პირველ რიგში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ და კი გოლები საჭირო არის, მაგრამ მოგებები უფრო საჭირო არის. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. იმედია მოგეწონათ და თქვენთვის რაღაც საინტერესო მოისმინეთ. შემდეგი ვიდეო მალევე სავარაუდოდ ხვალ დაიდება. ამიტომ აუცილებლად გამოიწერე არხი, რომ არ გამოტოვო მომავალი ვიდეოები. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.